ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს. ეს ლეგენდარული თენგიზ სულაქველიძის სიტყვებია სახალხო ინტერვიუდან, მართლა საოცარი და გულწრფელი საუბარი გამოვიდა. ლეგენდამ ბევრი რამ გაიხსენა, რაზეც ხმამაღლა არ ულაპარაკია. მარადონას პერსონალკაზე 4 ჯერ შევხვდი. როცა ბესკომა მითხრა მარადონა პერსონალურად უნდა აიყვანო, შემეშინდა. ვფიქრობდი იმ 22 რუს ფეხბურთელში რაღაცა ამომარჩია მეთქი. მაგრამ როგორც ჩანს, სამივე ჯერ კარგად ვეთამაშე და მაგის მერე 6 წელი სკს ნაკრებში ვიყავი. 1991 წლის ტრიუმფზე. ეს უპირველესად ახალკაცის დამსახურება იყო. და იმ გუნდის 14-15 კაცი უმაღლესი კლასის ვიყავით, 7 კაცი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვთამაშობდით. ყველაზე მძიმე მომენტი ვიტალი და რასელია. ვიტალი რომ დაიღუპა. ვიტყოდი რომ იმ დღეს თბილისის დინამო დაიშალა. მისი არ ყოფნა უმძიმესი იყო. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მომიწია თამაში, გზა დინამომდე. ქუთაისში გავიზარდე და ჩემი პირველი ოცნება ტორპედოში თამაში იყო. რომ ამიყვანეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა. მადლობა ყველა ჩემს მწვრთნელს, განსაკუთრებით კინო იქნომეტრეკ ახალკაცს, რომელმაც დინამოში წამომიყვანა და ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ხვიჩა მოვლენაა უნიჭიერესი. მას რჩევა არ სჭირდება, პროფესიონალია. მჯერა რომ ხვიჩა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იქნება, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.